მოგესალმებით აქტიური დღე კვლავ ჩვენთან ერთად იწყება. Ყოველ სამუშაო დღეს უდიდან 10 საათამდე ჩვენ თქვენი საქმიანი დღის სწორად დაგეგმვაში გეხმარებით, მივესალმებით რადიო მაესტროს მსმენელებსაც. საქმიან დილას გვანცალაღიძე, ბექა ბაციკაძე და ნინო ვარდოსანიძე წარმოგიდგენთ. აისეტის თბილისის საერთაშორისო ეკონომიკური სკოლის მკვლევარი ნინო მოსიაშვილია ჩვენი სტუმარი, როგორც გვეკითხარით, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. აისეტს როგორც ვიცით, ინფლაციის საკუთარი საზომი, ეგრეთ წოდებული ხაჭაპურის ინდექსი აქვს, რამდენად რეალურია და ემთხვევა ეს მონაცემები. დიახ, მოგახსენებთ პირველ რიგში მივესალმები ჩვენს მაყურებელს. ხაჭაპური ინდექსში ჩვენ ვსომავთ 6 პროდუქტის ფასის ცვლილებას. ანუ იმ პროდუქტების ფასის ცვლილებას, რაც საჭიროა ჩვეულებრივი იმერული ხაჭაპურის მოსამზადებლად. აღსანიშნავია ის, რომ ჩვენი საზომი საკმაოდ კარგად ასახავს რეალურ მდგომარეობას, იმიტომ რომ კორელაცია ხაჭაპური ინდექსსა და სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფლაციას შორის არის 0.85, რაც საკმაოდ მაღალია. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, ნოემბრის მდგომარეობას, დაფიქსირდა 2.4%-იანი წლიური დეფლაცია, ანუ 6 პროდუქტზე, რაც საჭირო ხაჭაპურის მოსამზადებლად, საშუალოდ 2.4%-ით შემცირდა ფასები წინა წლის ნოემბერთან შედარებით, ხოლო ოქტომბერთან შედარებით 1.02%. ანუ ფასები შემცირდა. ბატონო, მე ისაუბრე რომ 10-დან 20 ნოემბრამდე ჩატარდა სტატისტიკის სამსახურის გამოკითხვა. თქვენი მონაცემები ამდენ ახალია? ჩვენი მონაცემები იმით ვთქვათ უკეთესია ჯეოსტატის მონაცემებზე, რომ ჩვენ უფრო ხშირად ვატარებთ გამოკითხვას და უფრო ახალი ინფორმაცია ეს. ანუ ლარის კურსი უფასურდებოდა იმ პროცესში ჩაატარეთ და მაინც ნოემბრის ბოლო კვირაში. სწორედ ლარის გაუფასურებაზე სხვა მოსაზრებები არსებობს. ექსპერტების ნაწილი ცუდად დაგეგმილ ფისკალურ პოლიტიკას უკავშირებენ, მთავრობა კი განსაკუთრებით ფინანსთა მინისტრი რაც უკვე ნახეთ, აცხადებს, რომ საგარეო ფაქტორების ბრალია. თქვენ რომელ სემხრობით? რამოდენიმე მიზეზი არსებობდა, მათ შორის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ სავაჭრო ბალანსი საკმაოდ გაიზარდა, სავაჭრო დეფიციტი გაიზარდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ლარზე მოთხოვნა შემცირდა. და შესაბამისად საბაზრო პროცესია ის, რომ როდესაც მოთხოვნა შემცირდება, მისი ფასიც იკლებს. ამ შემთხვევაში ლარი გაუფასურდა. რამ გამოიწვია ჩვენ დეფიციტი ყოველთვის გვქონდა, მაგრამ ამ პერიოდში განსაკუთრებულად გაიზარდა. და ამის მიზეზი იყო ის, რომ აგვისტოდან მოყოლებული გვაქვს ექსპორტის უარყოფითი ზრდა. იმპორტი ჩვეულებრივად სტაბილურად იზრდება. გასაგებია, ფინანსთა მინისტრი გვამისამართებს ეროვნულ ბანკთან და აცხადებს, რომ სწორედ ის არის პასუხისმგებელი. თქვენ რამდენად მიგაჩნიათ სწორად დღეს ეროვნული ბანკის პოლიტიკა? ეროვნული ბანკის ძირითადი მიზანი არის ფასების სტაბილურობა და არა გაცვლითი კურსის რეგულირება. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს აქვს მცურავი გაცვლითი კურსი, რაც იმას ნიშნავს, რომ არ უნდა იყოს ფიქსირებული და არც არის ფიქსირებული. ანუ არ უნდა არეგულირებდეს ეროვნული ბანკი გაცვლითი კურსი. 80 მილიონი დოლარი ეროვნული ბანკმა უკვე გაყიდა რეზერვებიდან. ეს დღესდღეობით 1.86 მიასადი არის ეროვნული ბანკის კურსი, თუმცა ჯიხურებში 1.95 მიასედამდეც ადის ეს ნიშანი. საკმაოდ მაღალი. ეს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული არის ოფიციალური და რა თქმა უნდა თვითოული ჯიხურის მეპატრონე თვითონ ადგენს ხო? ეს როგორც წესი ეს განსხვავდება ხო? რა დადებით თუ არყოფით შედეგებზე შეიძლება ვისაუბროთ ლარის დევალვაციის პირობებში და რა პროგნოზები გაქვთ თქვენ მით უმეტეს როგორც აღნიშნეთ ფასები იკლებს, თუმცა სეზონური ფაქტორიდან და ლარის ფაქტორიდან გამომდინარე უნდა იყოს პირიქით ზრდა, როგორ ელოდებით მომავალში თქვათ იგივე წინა სახელმწიფო პერიოდია და ახლოვდება ახალი წელი, როცა ფასებმა წესით უნდა მოიქცეს. მოგახსენებთ პირველ რიგში უარყოფით ეფექტებზე. ყველაზე მნიშვნელოვანი უარყოფით ეფექტი არის ის, რომ იმ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც ცესხი აქვს დოლარში აღებული, ლარის გაუფასურება უძვირებს ცესხს. მაგალითად, თუ თვიური შენატანი იყოს ცესხის დასაფარად $500, დღეს უნდა გადაიხადონ 55 ლარით მეტი, ვიდრე წინა თვეებში იხდიდნენ. და აღსანიშნავია ისიც, რომ საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია შეადგენს 60%-ს, ანუ გაცემული ცესხების 60% უცხოურ ვალუტაში ძირითადად დოლარშია ფიქსირებული. რაც შეეხება ფასებთან მიმართებაში, ლარის გაუფასურება იმპორტიორებს უძვირებს
პროდუქციის შეზღუდვას. მაგალითად, თუ წინა თვეში $100 პროდუქციის ყიდვისათვის იხდიდნენ 175 ლარს, დღეს უნდა გადაიხადონ 186. როდის აისახება ეს სამომხმარებლო ფასებზე? როდის აისახება? ეს არ ეხება ყველა იმპორტიორს. ეხება მხოლოდ იმ იმპორტიორებს, რომლებიც დოლარში ყიდულობენ. მაგრამ მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები რუსეთი, თურქეთი, ევროკავშირი ამ ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში ლარი არ გაუფასურებულა მნიშვნელოვნად. რუბლთან მიმართებაში პირიქით გამყარდა ბოლო პერიოდში. როგორ ფიქრობს, ხელისუფლება უნდა დაიჭიროს პასიური პოზიცია თუ აქტიური აღონიზებას უნდა მიმართოს თუ საერთოდ არ უნდა ჩაერიოს ამ პროცესში? გულისხმობთ ალბათ ფისკალურ დიახ. ასე როგორც ეროვნული ბანკი, ასევე მთავრობა. რა რეაგირება უნდა კონდეს ხელისუფლებას ამ კუთხით? ხშირად ადანაშაულებენ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, უკვე ფისკალურ პოლიტიკას, არათანაბარ ხარჯვას. და მაგალითად მოყავთ წინა წელი, როდესაც ამ პერიოდში გაუფასურდა ლარი და ეს დაბრალდა ფისკალურ პოლიტიკას. თუმცა ეს მაჩვენებელი არ იყო წინა წელს. ასეთი დიდი, როგორც დღეს არის, კი, გეთანხმებით. მაგრამ დღეს ფისკალური პოლიტიკის გავლენა გაცილებით უფრო ნაკლებია, ვიდრე ეს წინა პერიოდებში იყო და ძირითადად განპირობებულია გარე ეფექტებით, ექსპორტის შემცირებით და ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ დოლარი მყარდება არა მარტო ლართან მიმართებაში, არამედ თითქმის ყველა ვალუტასთან მიმართებაში. და ეს რა თქმა უნდა განსაზღვრელი ფაქტორია. ძალიან დიდი მადლობა თქვენ შეფასებისთვის. აი ესეთის თბილისის საერთაშორისო ეკონომიკური სკოლის მკვლევარი ნინო მოსიაშვილი იყო ჩვენი სტუმარი. კიდევ ერთხელ მადლობა სულ და ვეშურებით.